ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმარია მიხო და მაროს წინა მეზობელი. გთხოვთ მივესალმოთ კახეთის და მთელი საქართველოს სიამაყე გეგე სულხანიშვილი. დიდი მადლობა გეგე ბატონო რომ გვეწვიეთ, რომ გვესტუმრეთ და გაალამაზებთ დარწმუნებული ვარ ჩემს გადაცემას, მაგრამ მაინც უნდა გაგაფრთხილოთ როგორც თელაველი კაცი, წინა გადაცემაში ერთი გურჯანელი კაცი ყავდა სტუმრად ბესოვერულაშვილი და ხომ არ შემეცვალა ეს დივანი. ნუ ეხლა უკვე გვიანია თავის. ჯობდა ადრე უნდა გაგვიფრთხილებინეთ, მაგრამ ნუ არა ვთქვი, მე მგონი მაინც ლეგენდა მგონია ეს თელაველების და გურჯანელების ასეთი მძაფრი დაპირისპირება, უფრო ანეკდოტების თემა უფრო არის, არა მე მგონი. კი, მე გეთახმები, ადრე ცოტა ისე უყურებდი სხვანაირს, ხანდახან გულით წყდებოდა, რატო არის მეთქი, მაგრამ რო ჩაუღრმავდი მივხვდი რომ არაფერი მაგას ცუდი არ არის პირიქით. რა თქმა უნდა, ბევრ მასალას გვაძლევს ბევრს და უფრო სასიამოვნო და სასაცილო ამბები ბევრი გვაქვს ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ისე მე მგონი სურვილი გვაქვს ჩვენ ჩასაფიქრებელი. იმიტომ რომ პირველად ხვდებით ერთმანეთს, სადაც სუფრა არ არის გაშლილი და რაღაცა ჩასაფიქრებელი გვაქვს აუცილებლად. გადაცემის შემდეგ არ იქნება. რა თქმა უნდა, ეხლა თან რა არის იცით, თამადობა თქვენ რომ არ გეშლება, ზუსტად ვიცი, მეც ახლა მიყვარს ეგ ამბავი და რაც მალე ჩავწერთ ამ გადაცემას, მალე აღმოჩნდებით მართლა შესაფერის ადგილას. შენ გაიხარ, იმედია. მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, იმიტომ რომ მომწონს შენი გადაცემა და ძალიან ჩემთვის სასიამოვნო იყო რომ დამპატიშო. დიდი მადლობა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და ვესტები გავამართლო თქვენი. კი ბატონო. ეხლა ერთი ესეთი კითხვა მაქვს ცოტა ცოლებზე ხო არა? რა ვიცი, მე ნელ-ნელა შემოპარებას ვაპირებდი, მაგრამ იყოს აი ნელ-ნელა რადგან თქვენ დაიწყეთ ეს ამბავი? აი სვახალახას გეტყვი მაგ თემაზე. სიამოვნებთ. ხო ეგ თემაა, ხო ეგ თემაა. და ეგ თემაც არის ერთ-ერთი. აი ამ წინებზე ერთი 10 კაცი ვქეიფობდი, იმ 10 კაცში 2 კაცი არის ცოლი არ ყოლია საერთოდ. ის კი არა რომ უშევდა, არ ყოლიათ რა და მეგობრებმა მითხრეს, აი ამ კაცო ცოტაო და ლექცია ჩაუტარეო, რომ იქ როც იქნებს ცოლი როგორ მოიყვანო, აი როგორ უნდა მოიყვანო ცოლიო და რო გავაღე პირი და უნდა მოვუყი ერთმა ხელი აწია ბატონო გეგეო ეგ არ გვინდა აი როგორ გაუშვათ ის გვასწა კარგია მომეწონა ეს უკვე აი ცხოვრება თავისით მოდის მოკლედ ან ისე უნდა აღვნიშნო რომ დასწრებაზე არიან ზოგადად ადამიანები მსახიობები მათ შორის მომღერლები ჩემი კოლეგები და გეგეს მოყოლი რაიც ხელს-ხელ ანეკდოტს იმ წუთში მოყვებიან ხოლმე, ოღონდ კიდევ კარგი საავტორო უფლებებს არ გიკარგავენ ხოლმე. გეგე მომიყვა და მიდის, ანუ ვიცით რომ უკვე ახალი ამბავია და როგორ ასწრებს ეს ადამიანი თან ესე იგი თავისთვისაც დაიტოვოს რამე მოსაყოლი და თან ეს სახალხო გახდეს არ ვიცი. შენე გათქვი. ხო და მაგ თემაზე ისევ ცოლებზე. ვაპირებ. არის კიდევაც ობიექტი ვისთანაც თქვა. უკვე არის ეგ ამბავი? კი, არის, მაგრამ მეჯვარების პრობლემა მაქვს. აღარ დარჩა. ორჯერ ეხლა ვერ შევთავაზებ და ამიტომ აი ისე თქვენ დეპუტატობის კანდიდატი იყავით მახსოვს და ეს ნამდვილი ამბავია თუ რაღაც ანეკდოტი იწყება ასე რომ 2020 წელს დეპუტატობის კანდიდატი გახდა გეგე სულხანიშვილი. ასე ხო არის წება ანეკდოტი თუ? არა, არის კაი რამეს გეტყვი. დამაფინანსეს და რაღაცა იყო რა ესეთი შეიქმნა ახალი პარტიული რომელიც და მე თელავში კახეთში დამასახელეს. ოფისი მაქვს და ავიყვანე კაცი რომელსაც აფიშები უნდა გააკრას და სურათები უნდა გააკრას. და მე ვუთხარი აბა შენ იცი თელავში გააკარი და თან მეუბნები რომ თან ჩამოიარე რომ შეიძლება ახიონ აიხეს ქარისგან ან წვიმისგან და უცბად შევცვალო. ან ქარისგან ან ქალისგან. ქალისგან არა. კი ბატონო. ხო და მოვიდა ერთი დღეც ეს ჩემი აფიშების გამკრელი და
ძალიან სერიოზულად მიყურეს. ბატონო გეგეო, მე მგონი კი არა 100%-იანი თქვენ გაიმარჯვებთო. ეხლა გამიკვირდა, ეხლა 2 კლასის ცოდნა არც აზი არალი რა ხდება და საიდან მოგივიდა თეთრესა? ეხლა ვიგეტყვითო. ყველაზე ნაკლებ ჩამოხევადი დეპუტატი ხართ. ნაკლებ ჩამოხევადი დეპუტატი. იმეორია ჩამოხევა მე თურმე ხელს არ ნახევი. გამოთვალა ესე. გამოთვალა და მე ისიც მახსენდება მაშინ თქვენი კონკურენტი კანდიდატი ვინც იყო თბილისში, როდესაც იყრიდით კენჭს და კარგი ხუმრობაც გამოცხვა მაგაზე უცებ. მე შეგახსენებთ. ალბათ შემახსენე. ქალბატონი იყო მოკლედ სხვათა შორის მე ძალიან შორს წავიდა ის ქალბატონი და იცი რა არისო ძალიან რთულიაო ამ ქალბატონის დამარცხებაო რა. ერთი შანსი მაქვს ცოლად თუ მოვიყვანდა. შანსი. იმასთან ერთად თუ შევალ პარლამენტშიო შანსი არ არისო და ნეტა ეგრე მომხდარიყო მართლა ბევრ ამას ავწდებოდით აშკარად რა. არ შეასავსდებოდი, მაგრამ მე რო ვერ ვიქნებოდი ჭვაზე იგია. მე რო სულად ვიქნებოდი იგია. კარგია, კარგი. თქვენ რაღაცები გაგახსენდებათ, ახლა დარწმუნებული ვარ, კიდე ამბები გექნებათ მომარაგებული, ასე ვთქვათ და როგორც კი გაგახსენდება თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ხელს არ შეგიშლით და პირიქით მაგისთვის ხართ ძირითადად დაპატიჟებული, მაგრამ მე ბოლოსკენ შეიძლება ერთი პატარა სიურპრიზიც რამე გამოგვივიდეს უკვე მუსიკალური მიმართულებითაც. კი ბატონო, კი ბატონო. ისე გველის წეს როგორ შეხვდით კახელები? ძალიან რთული კითხვაა. ანეკდოტი გიდას. რა თქმა უნდა. რესტორნიდან გამოვიდნენ 2 გველი მთვრალი გველი. მოიკლაკლებია. 2 მთვრალი გველი რა. გველი და ერთმა გადახვიდა ხელი და ეკითხება, ბიჭო, შენ ხო არ გახსოვს, მე შხამიანი ვარ თუ არა? ის დაფიქრდა. კიო, შენ შხამიანი ხარ. დამენძრა ამის დედა. რა იყო? ენაზე ვიკმირე. ეუნები, თემა არ არსებობს ინსტიტუტში, მომზადებული არ გქონდეს. და არა, ეხლა გველის წენ. ნუ რა ვიცი, ეხლა მე ყველა წელს აცმოდი გველი თუ გველეშაპი და რაღაცა. ყველას კარგავს ხტები რა, ყველას იმედი მაქვს რომ რაღაცა კარგად იქნება. ამიტომ აი ესე რომ რაღაც ვარიან და ძალიან მე თვითონ პეტუხი ვარ. მამლის. აი რას და მაგას ვერავინ ვერ დაგაფრალებთ გეგი ბატონო. რაღაცა მოხდა, არებდა რაღაცა მოხდა, აირია თორე არ უნდა იყოს. წესით არა, მაგრამ არა, თუმცა რა თქმა უნდა. პირიქით, ხო, რა კუთხით შეხედავ ახლა გააჩნია, ხო, საფრანგეთს ფლატ ეროვნულ სიმბოლოდ ყავს და კარგით, მოდი მაგაზე რომ გადავიტანოთ ასე ვთქვათ, ყურადღება ისევე, ანუ 6 ცოლი ყავდათ როგორც საქვეყნოთ არის ცნობილი, ხო? ესე იგი გამოდის, რომ 6 ტონალობაში, 6 რეგისტრში გაქვთ მოსმენილი ესეთი მსგავსი წინადადებები, ცეცხლი და ნავთი დალია შენ მაპირმა. იყო ხო სხვადასხვა რეგისტრში. ეხლა 6-ზე გამახსენდა. შეიხ, არაბ შეიხთან ჟურნალისტი მივიდა. ინტერვიუს იღებს რა და რაღაცები შეეკითხა და ისო რამდენი ცოლი ყავთო და 364-ო. ჟურნალისტმა კი მაგრამ ერთიც მოგიყვანათო და წელიწადში ყოველ დღეო ახალი ცოლი. კაი, კი მაგრამ წელიწადში ერთხელ ბოზებში არ წავიდა. ნუ აი ეს რა სიტყვას მიხსენები იმაზე მაგრამ არა ხო მეშინია უკვე რამის თქმა და ნუ გეშინია პირიქით ხო ისე მართლა კახური მეტსახელები ხო საერთოდ საქვეყნო ცნობილი ამბავი არის და ჩვენც რაღაცნაირად აი ხა რო გადავხედეთ ჩემი ბენდის წევრებს სახელები მოუფიქრეთ და აბა შეგვიფასეთ მაინც რა კახური მეტსახელები კახური სახელები კი მეტსახელები და აბა კარგად მოუხდება თუ არა მაგალითად დათო ფორჩხიძეს დავარქვით ზუკო ზუკო რატო ეს 90-იან წლებში იყო ძალიან პოპულარული. როგორ წავა კახურისკენ.
კი, არის. რა მე უკეთესად მოგაფიქრდებათ, ნუ ახლა რაც ეთერში გასაშვებად იوارგებს რა თქმა უნდა. ეს კაცი ისე მიყვარს, რა არის. გენაცვალეთ, ჩვენც რაღა დაგიმალოთ. მაგალითად ლიზი დარასელიას მოუგონეთ ესეთი კახური მეცახელი. არასწორი ლიზი. რატო იცი დარასელია და მღერის ფეხბურთის თამაშს? კარგია. ამიკოზე არა გაიგე? კი ახლავე ამიკოს დროც მოვა. ძალიან მაინტერესებს. სანანოს მეცახელი არის კიდევ საინტერესო. შემოვლითი ანანო. საჩხერიდან დადიოდა და ის გზა რო კეთდებოდა, შემოვლითი გზით დადიოდა და შემოვლითი ანანო. ამიკოს მაინც ყველაზე პომპეზური სახელი შეხვდა. ბა შოთა რუსთაველი ამიკო. ასლარიანების სიტყავს ხოლმე ხშირად. მაგრამ სანამ გაიგებენ ყველაფერს არა როგორ ჟღერს. როგორ მოეწონა ნახე. მოკლედ ეს სახელები მოგეწონათ. თქვენ კიდევ რაღაცები გექნებათ მომზადებული, დარწმუნებული ვარ რა. ნუ ეხლა ანეკდოტი მისამბავი. კი ბატონო, ნებისმიერი. ჩავხედოთ შეგიძლია. კი გენაცვალე. აი, დავთრით არის მოსული გეგე ბატონი. ისე მართლა ამდენი სანამ მაგაზე გადახვალთ. ამდენი მეუღლეების პატრონს ისე მეცახელი თქვენც ხო არ მოგიგონეს კახელებმა მაგალითად გეგე სულთან სულხანიშვილი ან სულთან გეგე სულხან ან გეგე სულთანიშვილი პირდაპირ. კარგი. რაღაცა მოეწონა. არა, მე შეստოვე. მივიდე. შეստოვე. გეგე შეստოვე. არა, შეստოვე ვერ დამიძახი, იმიტომ რომ ხვალე შეიძლება სედz მოიგავ. არინდობა ხო. ეს არის რო თარიღი, ცვალებადი თარიღი რო არის, ხო? შეეგეთ ვარია. აბა გისმენთ. მიხას ღამია რა, ძილის პერიოდია და ღვინის დალევა მოუნდა რა, სახშია და ბაიტახალორი დოქიმა ღვინო მომიტანე უნდა დავლიო და მოკლედ გაგიჟდა ეს. სული მარო. ასამობო შეხوار გადაირიო. ეგ იმათქო, უიმეო, არა, ეგ იმათქო, არავითარ შემთხვევაშიო, ღამეო, ღვინო არ დალიო, მიხავ იმასე რომ იმის კუცსაო არ უყარსო ღვინო, ღამეო. ახედა. შეშობე ძაღლო, კუჭმა რა ჩემ ფეხებიც ის დილა თუ ღამეა. აი ომდე დამაგებია. კიდე მომწონს მიხა მივიდა კითხავთან და აიო რაც გინდა მთხოვეო თუ მეტყვიო რომელ წელს რომელ თვეს რომელ დღეს რომელ საათზე მოკვდებიო და იმაგავე კი ბატონო ზუსტად ყველაფერს გეტყვიო და რა დაждდება ეს ყველაფერი ეგ რომ მითხრაო და ეხლა გეტყვი ერთი სულ ცოტა ერთი 10,000-იო დოლარიო 10,000 არ ელოდებოდა რა ეხლა რომამდე 10,000 რამბავია გაგიჟდა რა ვქნა გენაცვალე კილერი იღებს ძალიან ბევრს ზუსტად გეტყვი მაგრამ ძალიან ბევრსაც თხოვნობს ისო მეც უნდა დამჩეს რა რაღაცა თორიკა პიკი მიხა სადღაც ისეთ თანამედროვე მასში შევიდა რა რესტორანში კი არა იმенно ესეთი ძალიან სვეტსკი ხალხი რა და ავიდა და დაждდა მაგას და მივიდა ვისთან და თქვენო რა სინებებთო ღვინოს თუ არახსო ღვინოს რა საკურელიო თეთრს თუ შავსო თეთრსო ევროპულსო თუ კახურსო 1900 წელში გამოშვებულს თუ 1800 რაღაცებს ეუბნება. მაინც არ აღიდა მის. მიხამი პოვნა ბოთლის ზღვაზე. და მიხტა რომ შეიძლება ჯინი იყოსო და უხახუნებს ესე წესი არ არის რა ესე უხახუნებს და ეწოდინებათ ალბათ ყველა ახევარი საათი მოკლედ ხელები გაუღა და ახევარი საათი და 1 საათი ბიჭო არაფერი და იქიდან ხმა მოესვა პროპკა მოხსენი შენი კიდე შემილია კი ბატონო
მარო ერთსაც ვიტყვი და მგეყოფა. მიხაურეკავს მარო ქალო გუში რო ბორჩი მაჭამეო. იქაო რიდ რაღაცა ახალი რაღაცა გაუკეთეო და რა რიდ გააკეთეო ის მომო. ეგაო ჩემი სეკრეტიო არ გეტყვი. სეკრეტი კი არა, მით არის რეანიმაციაში წევარ და ექიმებს აინტერესებთ რა არის. ნუ საკმარისია. გაიხარეთ. დიდი მადლობა. უნდა გადაგიხადოთ რა თქმა უნდა გეგე ბატონო და მოდით აი გავრისკოთ მაინც უпростоრეთ მე უნდა გავრისკო გაგიწიოთ აკომპანიატორობა იმ სიმღერის რომელიც ყველა ძალიან კარგად იცის მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ეს არის ბატონი გეგეს სიმღერა იებს მაწოდიან გზად რისთვის გეძებდი რაკსუ და ან დამეკარგესა უშენოდ მოვინახულე მამა დავითის მთას გავყვევინა ცნობილი გეს ზეს უშენოდ მოვინახულე მამა დავითის მთას გავყვევინა ცნობილი გეს ზეს გავუსწორებთავს თაში გავყვები ჭიუხებს ნისლად ჩამოვალ ბარს დარდით უნებას მიუშვი მაკვლევინებს თავს უშენოდ მოვინახულე მამა დავითის მთას გავყვევინა ცნობილი გეს ზეს გავუსწორებთავს უშენოდ მოვინახულე მამა დავითის მთას გავყვევინა ცნობილი გეს ზეს გავუსწორებთავს ზეს გავუსწორებთავს ჩვენი სტუმარი გახდათ ყველასათვის უსაყვარლესი გეგე სულხანიშვილი